მოგესალმებით, ეს არის Redline-ი, წითელი ხაზი, ეს არის Redline-ის პოდკასტი. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ჩემი სტუმარი არის ირაკლი ლექვინაძე, სამხედრო მიმომხილველი. შესაძლოა ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა ჩვენი ერთ-ერთი წინა ეპიზოდი, როდესაც სწორედ ისრაელის და ირანის საკითხზე ვლაპარაკობდით. ეს იყო თუ სწორად მახსოვს ზუსტად ერთი კვირის წინ და მაშინ ირაკლიმ თქვა ეგეთი ფრაზა, რომ ძირითადი ნაწილი ამ ოპერაციისა დასრულდებოდა ერთი კვირის ვადაში. ეგეთი წინასწარი შეხედულება ჰქონდა და ვარაუდი გამოთქვა. თუმცა მაშინ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ჯერჯერობით გაურკვეველი იყო ამერიკის ჩართულობის საკითხი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გუშინდელ ოპერაციაზე, Midnight Hammer ესე უწოდეს ამერიკელებმა ამ ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც პირდაპირ ჩაერთო შეერთებული შტატები ოპერაციაში, მათ დაარტყეს სტრატეგიული ბომბდამშენებით ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებს და ვისაუბრებთ დღეს ირაკლისთან ერთად აი ამ ოპერაციის შედეგებზე, როგორც პრაქტიკულ ნაწილში, ასევე პოლიტიკურ ნაწილში და რაც მთავარია, ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ იმაზე, რა იქნება აი ამ ამბის შემდეგ. ეს არის ალბათ ყველასთვის მთავარი კითხვა დღეს და ვეცდებით, რომ ჩვენი მსჯელობით ერთად გარკვეული მონახაზი გავაკეთოთ, ხო, რას უნდა ველოდოთ, როგორ განვითარებას და ამ ყველაფერში დაგვეხმარება ირაკლი თავისი ანალიზით. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მადლობა მაყურებელს და თუ არ გაქვთ ჩვენი არხი გამოიწერეთ, გახდით ჩვენი გამომწერები და გვადევნეთ თვალი. კაი, გადავიდეთ პირველი საკითხი მოდი ეს იყოს ოპერაციის შეჯამება და შედეგი რაც დადგა. და ასევე ვთქვათ საბოლოოდ რა გახდა, რა გამოირკვა აი ამ ბოლო საათების განმავლობაში, როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია, რა შეიცვალა, რა განადგურდა და რა როგორ ვითარდებოდა. მაშინაც თქვით, რომ აი ეს ჩაღრმავებული ობიექტები ძალიან ისეთი დაცული, მიწისქვეშა ობიექტები მიუხედავია ისრაელისთვის, ერთი თეორიული შანსი ჰქონდა იქ დესანტის გადასხმა და რაღაც, მაგრამ ის ძალიან უზარმაზარ რისკებთან იყო დაკავშირებული და ნაკლებ რეალისტური იყო. ამიტომ უნდოდა ამერიკის ეს დახმარება ამ ძიმე ბომბების მეშვეობით. და ეს მოხდა. თუმცა აი ხა ველოდებით მოვლენების განვითარებას და ვითარება შეიქმნა ისეთი, რომ პრინციპში საპასუხოდ ისრაელი რიტორიკის დონეზე კი უკვე თითქოს აი ბრალდებს ამერიკას ემუქრება და რაღაცა, მაგრამ რეალურად ირანი ბოდიში, მაგრამ ამერიკას ირანი, მაგრამ რაკეტები დღეს ისევ ესროლა ხაიფას, ისევ ესროლა თელ-ავივს, ანუ ისრაელს ესვრის ამერიკულ ბაზებს არ დაუშინა, ორმუზის სრუტეზე გადავკეტაო, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ მოქმედება ამ ხრივ არ დაუწყია, არაბული ქვეყნებისთვის რეგიონში არ დაურტყია. ანუ მუქარების დონეზე რჩება და რაღაცნაირად ერიდება მაინც იმ წითელი ხაზების გადასვლას, როდესაც ამერიკა იძულებული იქნება უკვე არა მარტო ეს ბირთვული ობიექტები და ბომბოს, არამედ უკვე დაიწყოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ. ორივე მხარე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ რაღაც თითქოს უკან დახევის საშუალებას იძლევა, რაღაცა მაინც მოლაპარაკების იმედი აქვთ. კულუარებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ ესეთი მოლაპარაკებები წარმოებს. შუამავლების მეშვეობით იქ იყო ლაპარაკი ომანზე, სადაც ფარული შეხვედრები გაიმართა, იყო ჩაიშალა ოღონდ ერდოღანთან ანკარაში და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ხა ისეთი ვითარება დღევანდელ გუშაგები, რომლებიც ეს ისლამური რევოლუციის გუშაგები კორპუსი, რომელიც არის ესეთი ყველაზე უფრო ქორების, ასე ვთქვათ, ქორებისგან შედგება და იდეაში უფრო აგრესიული ისა აქვთ დამოკიდებულება, ის იმათაც კი დღეს რაღაცა აპელირება დაიწყეს გაეროს ქარტიაზე, მასზე რაღაცა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე, რომელიც ამერიკამ დაარღვია თითქოს და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ისეთი რიტორიკა შემოვიდა, თქვეს, რომ წითელი ხაზი არისო ალი ხამეინის, ანუ აიათოლას ლიკვიდაცია, მანამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, სასტიკად დავждით და რაღაცა, მაგრამ ამერიკელებს, მაგრამ მაინც აი უფრო შერბილებული იყო იმ ხრივ, რომ რაღაცა თვითონ მათ განცხადებაშიც კი, ეხლა არ ვიცი, მე ორიგინალის სიმართლე გითხრა, მაგის ტექსტის არ მინახავს,
აი ჩვენი მეგობრის საერთო ნაცნობის ოთოს პოსტში ვნახე, არ ვიცი, შეიძლება იქ თარგმანში რაღაცა სხვანაირად, იმიტომ რომ ის ალბათ ირანულად იყო და მე ინგლისურად ნათარგმნიან, არ ვიცი, არ მინახავს რა ერთ სიტყვით, თავს ვერ დავდებ, მაგრამ იქ როგორც ეწერა რაღაცა, შეთანხმება იყო ნახსენები, რაც უკვე უჩვეულო არის ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მაგათი მხრიდან ეხლა ამ სიტუაციაში რაღაცა კომპრომისების ძიება და შეთანხმების ძიება უკვე უკან დახევაა, სიმართლე რო ვთქვათ, მე გაცილებით უფრო აგრესიულ და თან ყისიერად აგრესიულ ქმედებებს ველოდებოდი ამერიკის ჩართვის მერე. მაგრამ ამერიკისას რაღაცა ერთჯერადი აქციასავით გამოვიდა, როცა მათ ეს, რა ქვია, ბირთვული ობიექტები ჩაღრმავებული, კარგად დაცული ობიექტები, როგორც ჩანს, წარმატებულად გაანადგურეს, ყოველ შემთხვევაში ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ ეს ბირთვული იარაღის შექმნის პროექტი რამოდენიმე, აი შენ წინა შეხვედრის დროს ესეთი კითხვა დამისვიდა მაგაზე, მაშინ არ მქონდა მე პასუხი, რა მასშტაბის ზიანი მიადგა უკეო, იმას რა ქვია, წინა კვირას ეს არ იყო ამაზე პასუხი არ არსებობდა, რამდენად დიდი ზიანი მიადგა ამ ბირთვულ პროგრამას ირანისას და ბირთვული იარაღის პროგრამას და ეხლა ეს ისრაელის დამოუკიდებლად ისრაელის მოქმედება. ხო და ეხლა როგორც ჩანს მართლა რამოდენიმე წლით მინიმუმ რამოდენიმე წლით არის ეს უკუგდებული, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვართ პროცესის შუაში, ჯერ ომი არ დასრულებულა, შესაბამისად შედეგებზე ვერ ვილაპარაკებთ, ხოლო შუალედურ შედეგებზე შეიძლება ვილაპარაკოთ ამ წუთას რაც გვაქვს, ამ წუთას სერიოზული დემიჯი და ასე თქვა ზიანი მიადგა ამ პროექტს. მოდი ირაკლი, მე ეგეთ რამეს გთავაზობ. ამოვწუროთ რიტორიკის ნაწილი და შემდეგ განვავრცოთ კიდევ ტექნიკური მხარე და ზიანის ნაწილი, მათ შორის ვილაპარაკოთ თვითონ იმ საშუალებებზე, რომელიც იქნა გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოდი რიტორიკას გავყვეთ. პირველი სიგნალი გავიგე შენთვის, რაც არის, რომ ეს არის ერთგვარი თან ტრაბახი, რომ ჩვენ ამას ვიზავთ იმას რაღაც ბოლის დაყენება, ხო? სწორად მიგიხვდი, რასაც ამბობ, რომ ხო, აი იმუქრებიან, არანაირ მოლაპარაკებებზე ჩვენ არ წავალთ, აი არახჩის ბოლო განცხადებასაც ვკითხულობდი, ვიდრე ჩვენ ჩაწერას დავიწყებდით, რომ ახლა პასუხისდროა, მაგრამ თუ პასუხისდრო იყო, მაშინ რატო არ იყო მყისიერი, ხო? ანუ შენ ფიქრობ, რომ ეგ რიტორიკად დარჩება, მხოლოდ თუ ელოდები ვთქვათ გამწვავებას, აი რა მხრივ უფრო მოსალოდნელი შენთვის რა მხრივ არის გამწვავება, ანუ განვიხილოთ ვთქვათ პირდაპირი დარტყმა შეერთებული შტატების ბაზებზე, იქ ვთქვათ სრუტის ნაწილი ვახსენეთ, ხო? ან ასევე არის მესამე ეს პროქსები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ასევე რაღაცა განცხადებებს აკეთებენ, ხო? შენ როგორ ფიქრობ, სად არის ყველაზე მეტი ალბათობა და რისკი და რას ელოდები მათ? ანუ ჯერ იმას დავასრულებ, რაც თუ ამოდი, ანუ პრინციპში აი ზიანის მიყენების გარდა გუშინდელ დარტყმას, აი ფიზიკური ზიანის, რომელიც მიადგა ამ ბირთვული იარაღის მას რა ქვია პროექტს, ამის გარდა ამას ხო რა ქონა, რაღაც ბარიერი გადალახეს ერთგვარად, რომლის შემდგომ უკვე ახლა ახალი დარტყმები რაღაც აღარ იქნება, რაღაცა ტოპ ნიუსი, რა თქმა უნდა, ახლა ეს თუ დიდ მასშტაბებში შეიძენს, სულ იქნება ერთ-ერთი პირველი, რაზეც საინფორმაციოებში ილაპარაკებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა ესეთი მოლოდინი, რომ რაღაცა სასწაული ხდება, აღარ იქნება. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეხა ირანის საჰაერო თავდაცვა, რომლისგანაც მე არ გამოვრიცხავდი რაღაც სურპრიზს, ვერანაირი სურპრიზი ამ შემთხვევაში ხა პირველი დარტყმისას ყოველ შემთხვევაში ვერ შემოგთავაზა, პრაქტიკულად წინააღმდეგობას აღარ წევენ და ამიტომ ეს იქნება ცალკარში თამაში, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა საავიაციო უპირატესობით ირანის შეარაღებულ ძალებს დათრგუნავენ, რა დროც დაჭირდება, იმდენ ხანს დაბომბავენ და ასე ვთქვათ, გამოუყვანენ წირვას როგორც იტყვიან რა და შესაბამისად ამ ხრივ ხა რაღაცა ისეც უკვე აღარ ველოდები. უბრალოდ გადასაწყვეტი აქვს ირანს, რომ ანუ თან ხდება დამამცირებელ იმაზე, რა ქვია, შეთანხმებაზე, რომელიც არის პრაქტიკულად კაპიტულაცია სრული და ცდილობს რაღაც ფიზიკურად გადაერჩინოს თავი, რომ მეერე რაღაცა შეინარჩუნოს ხელისუფლება და შეიძლება ოდესმე მეერე რამოდენიმე წელიწადში ისევ აღადგინოს ეს ბირთვული პროგრამა.
თუ აი რაღაცა აცხადებს რაღაცა წმინდა ომს ურწმუნოთა მიმართ, აი რაღაც შაჰიდურ რაღაცა მოძრაობას იწყებს და ესე იგი ყველას გაიყოლებს თან თვითონაც დაიღუპება და გარშემოც ყველას დააზიანებს. აი ესეთი არჩევანის წინაშე დგანა სიმართლე გითხრა, მაგრამ ისეთი რიტორიკა აქვს. ეხლა მე იგივე იმ საგარეო საქმეთა მინისტრისგან ყველასგან ვხედავ რომ რაღაცა თითქოს კომპრომისისკენ მზაობა აქვს. ანუ იგივე ხო გეუბნები, აი რომ გააგრძელეს მხოლოდ ისრაელის დაბომბვა, ხო, ესეც ერთგვარად ისე რომ აი მათ შორის იმ სუნიტებშიც რაღაცა ის მოიპოვონ, იმიტომ რომ ეხა ესმით რომ სუნიტებს როგორც კი დაარტყამენ, ამერიკას როგორც კი დაარტყამენ, ეგ სულ შეიცვლება აბსოლუტურად სიტუაცია, ანუ მთელ იმას დაუპირისპირდებიან რეგიონს და ნუ უარესი დაბომბვები წავა, ვიდრე დღეს აქვთ და უარეს ესმით, იცით რა, მე მგონია რომ აი საკმაოდ მოულოდნელი იყო მათთვის, რომ აი ესეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი, საკმაოდ ესეთი ეშელონირებული და მათი გადმოსახედიდან ძლიერი საჰაერო თავდაცვა ჰქონდათ და ნუ პრაქტიკულად ერთ კვირაში ნუ ვეღარ წევენ წინააღმდეგობას და ეს ესმით. ხო და აი მოსკოვში ვიზიტის შეიძლება მაგ ხრივ ამყარებდნენ რაღაცა იმედებს, მაგრამ მასეთი იმედი აბსოლუტურად ყველას უცრუებს თავის ესეთ პროქსის და მოკავშირეს რუსეთი ესეთ სიტუაციებში იმედებს, ანუ აი თითქმის გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ წააქეზონ იმაზე, რომ დაუშვათ რუსეთი ახლა დაინტერესებულია, რომ ამ ყველაფერში თუ ირანს კარგავს როგორც სერიოზულ მოკავშირეს, ის მაინც მიიღოს, რომ ცოტა ხნით ფასი ავარდეს ნავთობზე, შეივსონ ბიუჯეტი, აი ეს და რა ქვია, დიდი გარღვევა რო აქვთ დეფიციტი ბიუჯეტში და შეიძლება წააქეზონ იმისთვის, რომ აი გადაკეტეთ ორმუზის სრუტე, რაღაცა გვერდში დაგიდგებით იმისთვის, რომ აი ეს ნავთობზე ფასის მაღალი ფასის ის გამოიწვიონ და ამითი თვითონ ამოისუნ თქო, იმიტომ სხვა მე ვერაფერ იმას ვერ ვხედავ, ხა რა უნდა შეპირდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემები, პრინციპში რუსეთს რაც აქვს ყველაფერი მიცეს, ეგ სხვა შორის ძალიან საინტერესო ასპექტია, მე ცალკე თუ ვილაპარაკებ ამაზე, რომ ანუ პრაქტიკულად მინი მოდელი იყო რუსეთის ირანი რა, ეხლა ჩვენ ისე მგონია, რომ პრაქტიკულად ყველაფერი რაც რუსეთს აქვს, ნუ რამოდენიმე ისეთი უნიკალური რაღაც სისტემის გარდა თითქმის ყველაფერი ქონდა, ასე რა ქვია, ირანს და შესაბამისად ესე იოლად რომ ეს ყველაფერი ჩაახშვეს და გაანადგურეს, ნუ და ვივარაუდოთ, რომ მასშტაბები თუ გაიზრდება, შეიძლება აბსოლუტურად იგივეს ექსტრაპოლირება, იგივეს გაკეთება დიდი მასშტაბით, მით უმეტეს, რომ ხა ისრაელის საჰაერო ძალები ხა ნუ აქტიური თვითმფრინავები არის სადღაც ეს 200 თვითმფრინავი და ამერიკის არის 2000 და მეტი და 3000 მარტო იმას F-35-ის შესყიდვას აპირებენ გეგმით, ხო? ანუ იმათაც გაცილებით დიდი მასშტაბები აქვს, ეხა რუსეთი თუ ვიტყვით, რომ ირანზე სამაგიეროდ დიდია, რაოდენობრივად და რაღაცა ტერიტორიაც მეტი აქვს დასაცველი და ნუ ეგ ცალკე თემაა საინტერესო, თუ რაღაცა მიუღებთ, თუ ეს ამ კუთხით დაინტერესებს დაუშვათ ჩვენ მაყურებელს. აი ირანის თემა ამ კუთხით შეიძლება საინტერესო იყოს განსახილველად. კი, განვიხილოთ, ეხლავე განვიხილოთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ მინდა რომ ის დაასრულო, რაც ეხებოდა აი სათავისოდ სარგებელის მიღებას რუსეთის მხრიდან, ეხლა მოკლევადიან პერსპექტივაში, სრუტესთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი აი მანდ ირანისთვის რა დილემა შემოდის, ხო? ანუ თუ გარისკავენ და ხო შეეძლოთ აქამდეც გაეკეთებინათ, შენ ეს ახსენე დასაწყისშივე, ხო? ამას რატომ ჭირდება, თქვათ პუტინის მხრიდან წაქეზება, რას შეცვლის მათთვის? მათ ხო ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ და ეს უკვე გაიაზრეს რომ ძვირი დაუჯდებათ, ხო? და მათ ეკონომიკურადაც ძალიან ძვირი დაუჯდებათ ეგ ყველაფერი თვითონაც. ანუ ეხლა არის როგორი სიტუაცია, რომ სუიციდალური მოქმედება იქნება ესა, ანუ ისინი უბრალოდ დაიღუპებიან რაღაცა იდეისთვის, რომელიცაც ანჯერად თვითონ და ან არა და ამიტომ არის სტატუა ყველაფერი. ეხლა თუმცა მეორეს მხრივ იცი რა ამ დამამცირებელ რეჟიმში თუ წავიდნენ დათმობაზე და კაპიტულაციაზე, ნუ იმ ხელა სისუსტეს უჩვენებენ, რომ მე შეიძლება ხელისუფლება ვერ შეინარჩუნონ და შიდა არეულობის შედეგად იგივე ის დაუდგეთ, ანუ შედეგი, რომ ელემენტარულად, რა ვიცი, როგორც არის იქ წესი ირანში, იმაზე რა ქვია,
ამ წეკრანზე ჩამოკიდონ შუა ქუჩაში ჩამოკონწილონ ხო და ამიტომ ეგეთი ვითარება არა აქვთ რა დიდი არჩევანი ცუცსა და უარეს შორის აქვთ არჩევანი ამიტომ არ ვიცი რომ საერჩევენ იდეაში ეგენი ხო რელიგიური ნაწილია განსაკუთრებით ეს ვინც არის ამ რეჟიმის ერთგული ეგენი არიან ყველა ღრმადმორწმუნეები იდეაში და შეიძლება რაღაცა მაქედან გამომდინარე ირაციონალური რაღაცა ფანატიკური ნაბიჯების ის ვიხილოთ, მაგრამ აი ხო გეუბნები, ეგეთები არიან, უნდა იყვნენ ის გუშაგები, ხო იდეაში და იმ გუშაგებმაც კი რაღაცა უკან დახევის რაღაცა თითქოს გზები დაიტოვეს, მაგრამ ეხა ერთი რაღაცაც არის, ეხა რა გეგმა აქვს დაუშვათ ნეტანიაჰუს, რა გეგმა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, უნდათ კი იმათ, რომ ესენი ეხა ასე ვთქვათ, გამოჭერილი ყავთ და თუნდაც აი ესეთ რაღაცა კაპიტულაციაზე რომ წამოვიდნენ და დათანხმდნენ, ამათ აწყობთ თუ ურჩევნიათ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მიიყვანონ იმ მთელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რაც ქვია მათ შორის, ეხლა ვთქვათ, მე ვთქვი, რომ ბირთვული დიდი ხნით უკან დახიეს, მაგრამ იქ არის სარაკეტო ტექნოლოგიები, იქ არის დრონების ტექნოლოგიები, 1000 რაღაცა რა, კიდე ბევრია ძალიან დასაბომბი ირანში და ისრაელი ამას დამოუკიდებლად დიდხანს ვერ გააგრძელებს, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ნეტანიაჰუს ესმის, რომ შემდეგი ადმინისტრაცია შეიძლება ტრამპივით ლოიალური აღარ იყოს ისრაელის მიმართ და შესაბამისად მსგავსი ოპერაცია თქვათ 60 წელიწადში რო დაჭირდეთ გაიმეორონ აი აღორძინებული თქვათ იგივე ბირთვული პროგრამის ან რაღაცა სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ ირანში შეიძლება მაშინდელმა პრეზიდენტმა უკვე აღარ დაუჭიროს ამას მხარი ხო ამერიკის შეერთებული შტატების და უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ისრაელი. ამიტომ შეიძლება ახლა აწყობდეს რომ ბოლომდე რაღაცა სირიის სამოქალაქო ომის მდგომარეობამდე მიიყვანოს ან მაქსიმალურად ახლა რეჟიმ ჩეინჯს იქიდან ვერ მოახდენენ მხოლოდ დაბომბებით, მაგრამ იმდენად დაასუსტოს რომ მე შიგნით ფაქტიურად შეუწყოს ხელი არეულობას და რაღაცა შიდა დაპირისპირებას. შეიძლება ესეთი გეგმა კონდეს ნეტანიაჰუს, მაგრამ აი ამერიკაც როგორ გითხრა, ამერიკიდან ძალიან დიდი მასშტაბის ბილდაპი იყო აი მისი შეერაღებული ძალების გადასროლის ხრივ და სამი ავიამზიდი, ამდენი ტანკერი რაღაცა, მაგრამ ეს მაინც ეხლა როგორც ჩანს არის რეაგირების რეჟიმში, იმ შემთხვევაში თუ ირანი მართლაც მოიმოქმედებს რაღაც ისეთ, რომ იძულებულები გახდებიან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყონ. იმიტომ რომ თვითონ რომ რაღაცა აი ამისკენ რაღაცა მიისწრაფოდნენ არ ეტყობა. აი ამ დაბომბების წინ, სანამ აი ამ გუშინდელი დარტყმის წინ, ხო? რიტორიკა იმისი რა ქვია, ტრამპის იყო ისეთი, რომ აი მე არა ვარ დაინტერესებული შეთანხმებით, არა ვარ მოლაპარაკებით, მხოლოდ კაპიტულაციას მივიღებ და რაღაცა, მაგრამ ეხლა დღეს, როდესაც უკვე ფაქტი შემდგარი იყო, დაარტყა წარმატებულად უკან დაბრუნდნენ მშვიდობით თვითმფრინავები თავის ბაზირების ადგილზე, ამან უკვე შესთავაზა ისევ მოლაპარაკება, არ ახდენს რა გამწვავებას, შეიძლება იცი რა არის თავისი საერთო ბევრი მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ეხა ბევრ ფრონტზე, მაგალითად იგივე უკრაინის სხვაგან არ არის წარმატებული და აქ ეხა მიაღწია რაღაცა და ამის დაფიქსირება უნდა და არ უნდა მართლა ეს ხანგრძლივი ომიში რო გადაიზარდოს, მე იქ შეიძლება რაღაცა მოხდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პიარის თვალსაზრისით, შეიძლება რაღაცა დაღუპული ამერიკელები გამოჩნდნენ, რაღაცა თვითმფრინავი ხა პირველ ჯერზე თუ არ ჩამოვარდა, მე შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს, ომია და ხდება ყველაფერი და რისი თქმა მინდა, იცი, რაღაცნაირად თითქოს არიდებს ეს თავს, რომ აი ეს შეყვეს ამ ესკალაციაში. თუმცა მზადყოფნა აქვს. ხო, მე ეგეთი მეცეკეს დავაჭრილება მრჩება, რომ ეს არის ამ დარტყმის მერე პრევენციისთვის, იქ რომ თქვათ შტატების რამე ბაზას არ დაარტყას ვინმე, ამაზე რეაგირებისთვის განკუთვნილი ეს მობილიზება და იმის იქით ახლა მართალი ხარ აი პოლიტიკურ განცხადებაში, ეს განცხადება ასხივებდა იმას, რომ მე ჩემი საქმე გავაკეთე, მე საუკეთესოდ გავაკეთე, მადლობები გადაუხადა
და მოდი ახლა მორჩა და კინო და ილაპარაკეთ. აი უკრაინაში ხშირად ამ ანალოგია მოყავდა, აი ვის არ უნდა ომი მაგას იმით ერთმანეთს რო გადაუგდებდნენ ბურთს და აბა მე ხა შენ ხარ ეს არის და შენ რას იზამ. აი ეგრე გადაუგდო ეხა ბურთი ფაქტიურად ირანს რა, ანუ და თან დაემუქრა რომ თუ რამეს იზა, იცოდე რომ უარესი დაგემართებაო, მაგრამ ჩვენ არა ვართ პრინციპში ამის გაგრძელებით, აი JD Vance-ის და სხვების განცხადებებშიც ეგ ისმოდა, რომ ჩვენ არა ვართ დაინტერესებული რომ ეს გავაგრძელოთ. კი. და იმასაც ხაზი გაუსვეს რომ ჩვენ არ ვართ ხალხის წინააღმდეგ ირანელ ხალხს ყოველთვის ფაქიზად ეკიდებოდნენ. ხო, ეხა ეგეც მინდა ვთქვა, შენ წინა შეხვედრისას წინა ჩვენი დროს დამის ვიკითხვა აი დასაბომბის სიის და სპეციფიკის რა სამიზნეებს ბომბავდნენ და სხვათა შორის ეხლა მიუხედავად იმისა რომ მას მერე ბევრი რამე დაბომბეს გააფართოვეს თითქოსია, ეხლა მაგალითად იგივე იმას რა ქვია ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს როგორც არ დაუბომბავთ, ისე არ დაუბომბიათ. მაგაზე სხვა შორის იქ მკითხეს, რომ მანდ თუ შეიძლება თქვათ საიარაღო პლუტონიუმის გამომუშავება და მე როგორც ვიცი ბირთვული ელექტროსადგურის სპეციფიკა ეგ არის, რომ კი იქ შეიძლება ანუ პლუტონიუმის მიღება, რომელიც იარაღში იმაში გამოიყენება ბირთვულ ბომბში. ანუ ორნაირი ბირთვული ბომბი არის ურანზე და პლუტონზე და პლუტონიუმზე და პლუტონიუმის მიღება იქიდან შესაძლებელი არის, მაგრამ ოღონდ იქ ახლა როგორ არის, იქ არიან რუსი სპეციალისტები, პუტინმაც აღნიშნა, რომ აი ეს დაბომბები მიდისო, მაგრამ ჩვენ სპეციალისტები რაც არიან, იქ არ შეხებიანო. ანუ რაღაცა სენსიტიურ ადგილებს არ ეხებიან რა. არის რაღაცეები მაგალითად იგივე ის კუნძული რო აღნიშნეს, საიდანაც მთელი ირანის ეს ნავთობი მიდის ჩინეთში და რაღაცა სადაც ეს ხაბივით არის, იმასაც არ შეხებიან, ანუ ბევრი ნავთობის ეს დაიბომბა, რა ქვია, საცავი, მაგრამ აი რაღაცა ისეთ არის რაღაცეები ხელშეუხებელი, რასაც აშკარად ესე განზრახ არ ეხებიან და რაღაცა ისე ცივილურ რაღაც მებს იცავენ რაღაცებს. ანუ ეს რაზე მიუთითებს, ახლა მე რას ვფიქრობ, რომ მაინც იტოვებენ იმას, რომ ჯერ ესეთიც რეჟიმ ჩეინჯის შემთხვევაში მათ უნდათ რომ დაუშვათ მოსახლეობა არ გაამწარონ, იმიტომ რომ თუ მთლიანად მოშალეს მთელი ინფრასტრუქტურა ეკონომიკური, მერე ნუ ეს იმდენად გაღარიბდება, რომ ყველა გამწარდება. მერე ის ხამენეი რო ეტყვის, რომ ის მტერია შენი, უფრო დამაჯერებელი იქნება. დამაჯერებელი ეგეც არის, მაგრამ მაგის გარდა ხო აი როგორ გითხრა, მე მგონი ის ახსნაც აქვს, რომ პრინციპში რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხა ხო გეუბნები, შეიძლება მანდ უკვე მე ვიძახდი, რომ ერთად მოქმედებენ დაუშვათ ტრამპი და ეს შეთანხმებულად, მაგრამ რაღაც ეტაპზე როგორ ჩანს მათი ხედვები და გეგმები და ინტერესები რაღაც ეტაპზე ალბათ მაინც განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ ხა იმას უნდა გძელვადიანად თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის შეიძლება აწყობდეს მათ შორის სერიოზიზაცია ირანის ან რაღაცა ისა უკიდურესად დასუსტება იმის მიუხედავად იქ როგორი რეჟიმი იქნება და ეს რამდენად დაუშვათ ამერიკას აწყობს და არ აწყობს, მაგრამ ამერიკას ამ წუთას და განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციას მე ვფიქრობ, რომ პრინციპში ეს პატარა ომი, რომელიც გამოუვიდა დღევანდელი ერთი დარტყმით, ეს რაღაცა მალინკა ეპაბედანოსნაირ, როგორც რუსები იყვნენ, რაღაცა მოკლე და გამარჯვება ისეთი წარმატებული, პრინციპში სავსებით საპიაროთ უკვე ყოფნის მაქსიმუმია, კი. ხო და ნუ იმის თქმაც, რომ პროგრამა მინიმუმი დაიდო, რომ ბირთვული პროგრამა დიდი ხნით გადავადდა, რამოდენიმე წლით მაინც უკუაგდეს, ხო და ნუ ანუ მისია მინიმუმ შესრულებულია და მაქსიმუმ პოლიტიკურ ამბავში აბსოლუტურად გეთანხმები, მათთვის არის ეგ იდეალური საჩვენებელი სურათი თავის მთელი განცხადებებით და ასე შემდეგ დასახელებიდან დაწყებული შესრულება. ვერაფერს იტყვი, მართლა ტაშს იმსახურებს ეგ ყველაფერი და ეგ მაგათვის არის მისაღები შედეგი. ხო, იმაშიც გეთანხმები, რომ ხო, ნუ ეხა ისრაელს რატომაც არა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს და მეტი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს და ეგ აწყობს. მინდა გავაგრძელოთ იცი რომელი თემა, რაც წამოიწყე ნაწილობრივ
რა შესაძლებლობები რჩება ირანში და ამაზე მიდის დისკუსია, მათ შორის რაღაც პროპაგანდაც გააქტიურდა, ეს შესამჩნევი იყო აი ამ ბოლო საათების განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი კი გავიგეთ და დაარტყეს და ეს ბომბდამშენები და ბომბები, მაგრამ აი მერე წამოვიდა ეგეთი ინფორმაციები, რომ იქ მანამდე მათ ევაკუაცია მოახერხეს, მოახდინეს, რაღაცეები გაიტანეს იგივე ამ ფორდოს ობიექტიდან და ასე შემდეგ და ვითომ არაფერი. ანუ ეგრე იფუთება ყოველ შემთხვევაში, რომ რეალურად არაფერი არ განადგურებულა. გასაგებია რომ ხა ჩვენ იქ დეტალებში ვერ შევალთ და ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ რა არსებობს, რა არ არსებობს, რა გაიტანეს, რა ვერ გაიტანეს, მაგრამ მოდი პრაქტიკიდან, ლოგიკიდან გამომდინარე, გითხარი, როგორი შთაბეჭდილება გრჩება ირაკლის შენ. არა, ნუ ეხა ამ დაცულ ინფრასტრუქტურას ისინი აშენებდნენ იმიტომ, რომ ის ყოფილიყო იქ დაცულად და იქიდან თუ რაღაცა გაიტანეს, ეხლა ბევრად მოწყვლადია, ხო, ეხა რა შეუშლის ხელს, რომ ხვალ აღმოაჩენენ თან კვალს ტოვებს სხვათა შორის ის რადიაციული მასალა, ეგრე არ არის, ანუ სადღაც რო გაიტანენ, იქ აუცილებლად იმას მოძებნიან, თან ეხა ცნობილია, რომ აგენტურული ქსელი აქვს და საკმაოდ წარმატებული ეხა მოსაც და ანუ თუ რამე გაიტანეს, სადღაც დააბინავებენ, აუცილებლად მიაგნებენ და ის თუ მით უმეტეს მიწის ზედაპირზე ახლოს იქნება, უკვე ისრაელის თვითმფრინავები თავისუფლად გაანადგურებენ, ანუ ან რაღაცა სხვა საშუალებით გაანეიტრალებენ, ეგ არ არის პრობლემა ხა. ანუ მიადგა რა რეალურად ხა ბირთვული იარაღის ის თუ შეეძლოთ სიტყვაზე 6-8 თვეში, 12 თვეში შეექმნათ, ეხლა ნუ გადაიდო ალბათ 5-6-8 წლით. იმასაც ნუ ვიტყვით, რომ სამუდამოდ გააჩნია, მე როგორი ვითარება შეიქმნება, ხა სრულიად უკონტროლო და ისე თუ მიატოვეს და აღარ დაბომბვის საშუალება იქნა და აღარც რაღაცა და თუ რეჟიმიც შენარჩუნდა და პირიქით თუ რაღაცა უფრო ინტენსიურად დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა, რა თქმა უნდა შეიძლება რომ პროექტი აღადგინონ და ხა მე ზუსტად ფიქრობ, რომ აი მეცნიერების და რაღაც სპეციალისტების თვალსაზრისით, ნუ შეძლებენ რა, და ყველანაირი მატერიალური ამ ხა 90 მილიონიან ქვეყანას აქვს რა საკმაოდ ისეთი ინდუსტრია და რაღაცა რომ ეს შექმნას, მაგრამ უფრო დიდი საფრთხე ამ შემთხვევაში არის სარაკეტო ტექნოლოგია. ფაქტია, რომ ეს რაკეტები, ნუ მართალია იმ შედეგი ვერ დაადებინა, რაც თვითონ ეგონათ და ის ეფექტი ვერ მოახდინა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხვდება ძალიან ბევრი გადაჭერა ვერ მოხერხდება და ეხლა როცა ხედავენ რომ რაღაცა ეფექტურად მუშაობს, იმ კუთხით გააგრძელებენ ისა, ასე ვთქვათ, მოქმედებას და ნუ სავარაუდოდ ამ რაკეტების რაოდენობას თუ აი ეს წარმოება არ მოიშალა ან ფინანსურად იმდენად არ დაზარალდნენ, რომ მაგაზე ასე ვთქვათ, მე ვეღარ შეძლეს ამაზე ზრუნვა, ნუ ამ რაკეტების კეთებას გააგრძელებენ და რა ვიცი, რამოდენიმე წელიწადში იმდენს დააგროვებენ, რომ გაცილებით უფრო სახიფათო იქნება ამ კუთხით. ხო, ნუ ეხლა დღეს მაგალითად კიდე ბევრი შემთხვევა, რომ აი ამ გატანილი მასალით შეძლებენ თუ არა ბენზური ბომბის დამზადებას. იცი რა, ბენზური ბომბის დამზადება ისთვის არ არის აუცილებელი საიარაღო ურანი ან რაღაცა არის სხვა რადიაციული ასე ვთქვათ დამაბინძურებელი ეფექტი რო კონდეს ისეთი რაღაცა ნივთიერებები, რომლითაც შეიძლება მაგის გაკეთებას, მაგრამ არა აქვს მაგას იმდენად სამხედრო ეფექტი, ნუ ტერორიზების მხრივ შეიძლება ეს რაკეტები რო ცვივა დაუშვათ იმაში, რომ იყოს რაღაც მეტი ზარალი მიქონდეს დაუშვათ ისრაელისთვის მოკონდეს, მაგრამ იცი რა არის, ხა ისრაელს ირანს აქვს საკმაოდ განვითარებული, დღეს ეს არგუმენტი მოვიყვანე, საკმაოდ განვითარებული ქიმიური მრეწველობა. მისთვის ახლა ზარინის დამზადება ან სხვა კიდე უფრო მეტად ასე ვთქვათ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური იარაღის დამზადება არასდროს არ იყო პრობლემა, მაგრამ იგივე ასადის რეჟიმის ან სადამ ჰუსეინის რეჟიმისგან მას ეს არ უცდია რა, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც უბრალოდ თვით შეზღუდვის დრონეზე არ აკეთებდა და ახლა ეგეთი კატეგორიის იარაღში გადის, ანუ ეგ ხო იქნება სუფთა ისეთი აი რაღაცა როგორ გითხრა ტერორიზმის იარაღი, რაღაც მშვიდობიან მოსახლეობაზე შურის ძიების იარაღი, უფრო სხვანაირი საქვთ რა, რაღაც ამბიციები,
არ გააკეთებენ მაგას ჩემი აზრით, არ უღირთ უпростоრეთ ეს იმხელად ან იმას გამოიწვევს, რა ქვია, რომ არ ამგონია მაგ მიმართულებით წავიდნენ, თუმცა განსხვავდება, იმას ხსნი, რომ ქვეყანა რომელსაც უნდოდა რომ რეგიონში ყოფილიყო წამყვანი ტიპი, რაღაცა ბირთვული სახელმწიფო გამხდარიყო, პირობითად მაგ ამბიციებს გულისხმობთ და ბირთულა იარაღს ამ დროს რაღაცა აკეთებს აქვს ჰამასის სტილის რაღაცა იმას, ხო, მაგ დონეზე არ დაეშვება მგონია, ხა არ არის, სხვა ამბიციები ქონდა, მართალ ხა ბირთული იარაღს აქ ძირითადად დამაზიანებელი ეფექტი მაინც არის არა რადიაცია, არამედ ეს დამანგრეველი ტალღა, ასე თქვა და შემდეგ ის რაც ანგრევს და ინფრასტრუქტურას და რაღაცა და ეს საშუალებას აძლევს რომ მერე უკან ნახოს დაუშვათ იქ რაღაცა თავისი პოლიტიკური ის პირობები წააყენოს, როგორც მაგალითად რუსეთი აკეთებს, როცა ვერ ეკარებიან იმის გამო რომ ბირთული დიდი არსენალი აქვს და რაღაც. ხო და ამ კუთხით რაღაცა შანტაჟი და წონის შეძენა სურდა და ეხლა ბინძური ბომბით მაგას ვერ მიაღწევს. ბინძური ბომბი უბრალოდ გამაღიზიანებელი იქნება, ან რაღაცა როგორც ქიმიური იარაღი, რომ უბრალოდ დაბომბონ და ეგ იქნება. ეგ არ არის რაც შეაკავებს დანარჩენ სამყაროს პირიქით. ხო და ამიტომ მაგ ჩემი აზრით არ წავლენ, ეგ არ არის სახიფათო. ამ წუთას ეხა რასაც ველით, უბრალოდ როგორ განვითარდება მოვლენები, რას იზამენ იგივე ამ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით და გაბედავენ თუ არა რომ თუნდაც მეორე მესამე დღეს ახლა ყისიერად არ მოხდა ეს რეაქცია, რაც იმას იძლევა რომ შეიძლება არც გადადგან ეს ნაბიჯი, დაარტყამენ თუ არა ამერიკულ ბაზებს და დაუშვათ იქ საუდის და ყატარის და სხვების ქუვეიტის და მების ნავთობ გადამამუშავებელ და ნავთობ გადამზიდავ აემებს ინფრასტრუქტურას. ჩვენ წაღანრობთ იმ ნაწილში, როცა რეპუტაციის გადარჩენაზე ვსაუბრობდით, მაგ კითხვის დასმა მინდოდა. ერთადერთი მათი რეაბილიტაციის საშუალება, როგორ ფიქრობ, ეგ არის, რომ ხო, გავიგეთ, რომ ისრაელს უკვე ესროლეს რაკეტები. ამერიკის ინტერესებს უნდა დაარტყან, ეგ არის მათი რეაბილიტაციის საშუალება შენი აზრით? თავისი მოსახლეობის თვალში. იცი რა არის, სხვათა შორის არა და მათთვის საკმარისია რომ ისრაელს ურტყამენ, იმათ ხო ყველაზე ისეთი რაღაცა მტრისხატად მაინც ისრაელი აქვთ და ხო, თუმცა დღეს ახლა ამ განცხადებებში რაც ვისმინეთ, შტატებზე იყო სწორება. ხო, როგორ რაღაცა იცი, გაწელავენ. მეორე მე ეგეთი განცდა მრჩება, რომ ეს რადგან მყისიერად არ ხდება, მე ხო თანდათან რაც უფრო იწელება, ხო უფრო დაღმავალი არის ეგ რისკები. წინა შაშან აპრილში და მერე ოქტომბერში რო იყო თუ სექტემბერში თუ გახსოვს, რაღაცნაირად ეს გაცვლა რომ მოხდა თითქოს იყო ალბათ კიდევაც კულტურალური მოლაპარაკებები, რომ მოგვეცით საშუალება სახის შევინარჩუნოთ, რაღაც დაგარტყამთ, მაგრამ არა ისე რომ ძალიან დიდი ზიანი მოგაყენოთ და თქვენს და მერე გავჩერდეთ. ეხაც იცი როგორი რაღაცა ამ განცხადებებში რა მე პირადად რა წავიკითხე რომ სახის შენარჩუნების საშუალება მოგვეცით და გავალთო რა თვით ეგენიც მაგას იძახიან და ხო და რა თქმა უნდა წითელი ხაზია ის ხამენეის ასე ვთქვათ ლიკვიდაცია, თუმცა იცი რა თუ ხამენეი არის ყველაზე რადიკალი მაგ სასტავ ტიპებში ვინც ამას მაშობა მაშინ მისი ლიკვიდაცია პირიქით შეიძლება მისმა ლიკვიდაციამ პირიქით გამოიწვიოს ის რომ უფრო დაუშვათ დამთმობებმა შეიძლება არაპროგნოზირებადი ვითარება შეიქმნას, მაგრამ შეიძლება პირიქით იმაზე კონდეთ გათვლა რომ მერე უფრო მეც დათმობენ და რაღაცა არ ვიცი ხა მანდ ხა მართლა დამოუკიდებელი მოთამაშე არის უკვე ნეტანიაჰუ, რომელიც აგზელებს დაბომბვას და როგორც თქვეს ორი კვირა კიდე გავაგზელებთ რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ თუ ამერიკა არ ჩაერთო ამ პროცესშიო, ეს თქვეს გუშინ სანამ ამერიკა დაარტყამდა, მაგრამ ეხა ამან რამდენად მოახდინა ამ გეგმებზე ასე თქვათ ისა ეხა ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ იდეაში უნდა მოეხდინა, ხო, მაგრამ მეორეს რაღაცა ყურადღების გადატანის ცდილობად აღვიქვი მე სამხედრო სახმელეთო ოპერაციას გეგმავთ და ხო არა, სახმელეთო ეგრო ტყუილიც არისო, იცი რა არის ხა პრინციპში
თეორიულად გამორიცხული არ იყო, მაგრამ ძალიან სარისკო იყო. შედეგის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეგ რაღაც მე ესე მომეჩვენა, რომ უბრალოდ რაღაც ყურადღების სხვაგან გადატანის მცდელობა იყო. დიდი ალბათობით კი და ჩავარდებოდა და ნუ თანაც ახლა ისიც დღეს ხო კიდევ რა გასაჯაროვდა, რომ ეს ბრძანება დარტყმის შესახებ ტრამპს გაუწია, როგორც ამბობენ, ჩემი უფრო ადრე, მაგრამ წინა ორშაბათსო, ანუ ჩვენი აი იმის მეორე დღეს, ხო, ანუ თითქმის ერთი კვირის წინ და ნუ გასაგებია, ხო, ანუ ხა ესეთი ვითარებაა, რომ ანუ დიდი ხნის წინ იყო ეს დაგიგმილი, განხორციელდა, ანუ აი ხა რა გისა აქვთ, ანუ პრინციპში ყველა ესე ველოდებით მაინც ირანის რეაქციას მაგაზია დამოკიდებული ბევრი რამე და ირანი როგორც ჩანს ამ დროს გაწელავს და მერე ნახოთ აი რუსეთი თუ არ წააქეზებს თვითონაც თუ რაღაც დაინახეს რომ სახის შენარჩუნების შანსს აძლევენ სავარაუდოდ წავლენ რაღაცა დათმობაზე მაინც. ოკეი. კარგი, ირაკლი, მოდი წავიდეთ. არა და იცი რა არის ხა ძალები უკვე იმდენია კონცენტრირებული, მე ეგეც უნდა თქვა, უბრალოდ ხა როგორც ამ სფეროს უფრო ამ კუთხე ხა მე რაღაცა თვითონ პოლიტოლოგიური და ისეთი ის რაღაცა გეოპოლიტიკური ის გავაკეთე ანალიზი, რომელიც სხვა ჩემი სფერო არ არის, მაგრამ რაზე ვიძახი, ნუ მოყვარა კონტექსტში მე არ ვცდილობ რომ შევზღუდო ხოლმე ეგეთი შეხედულებების გამო. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით ეხა მინდა ვთქვა, რომ ეს რაც იქ კონცენტრაცია ხდება და ძალების გადაცვლა, ეს არის ნუ საკმარისი რომ სადღაც ორთვიანი ან ცოტა უფრო ხანგრძლივიც საკმაოდ ინტენსიური საჰაერო დარტყმის კამპანია აწარმოონ, რომლის მერეც ნუ ამ თუ ეს მით უმეტეს იმ ობიექტებს შეეხო ირანის ტერიტორიაზე ამ ეკონომიკურს და ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც აი ნავთობზე და გაზზე არის, ნუ ირანი ახლა ქვის ხანაში ჩაბრუნდება ცოტა ისეთისა, მაგრამ ნუ ძალიან დაზარალდება რა, აი იქნება როგორც აი ხო გეუბნები, როგორც სირია, ეს არნიშნავს რომ ქალაქებს დაანგრევენ და რაღაცა და ალეპოსავის დაემსგავსება და უშუალოდ იქ რაღაცა ისე, მაგრამ თვითონ ეკონომიკური ობიექტები, ანუ ეს ინდუსტრია და ისა იმდენად დეგრადირდება, რომ ნუ მერე ფინანსები აღარ ექნებათ უბრალოდ რომ იგივე ამ გუშაგებს უხადონ, იგივე ამ პროექტებში ხა ვირტუალ პროექტზე აღარ არის ლაპარაკი, უბრალოდ ბევრ რაღაცაში გაიჭედებიან, ანუ და არ ვიცი. სხვათა შორის მე წინა სტუმარი მყავდა ბაკო ხელაძე იყო ჩემთან, რომელიც სწავლობდა, ცხოვრობდა, მუშაობდა დიპლომატიური მისიის წევრი იყო რამდენიმე წელი ირანში, თეირანში. და ბაკომ ძალიან საინტერესო რაღაცები მოყვა, იმ საუბარში მთავარი თემა იყო საზოგადოების განწყობები და აი რეჟიმის ცვლილების პერსპექტივა, ასე ვთქვათ. და მან სოციალური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც ახლა შენ მიდიოდი, რომ იქ ხალხს აქვს თურმე, ჩვენ რო გვესმის მხოლოდ რაღაც ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, რაღაცები, რაც უფრო ზედაპირზე არის მედია სივრცეში, ხო? აღწევს უფრო მასებამდე. იმის გარდა იქ ძირითადი პროტესტის საფუძველი თურმე ყოფილა აი ეს ეკონომიკური უსამართლობის განცდა, რომ ადამიანებს იქ პროტესტი უჩნდებათ, რომ შენ შოულობ, მე ვერ ვითარდები და საწავიდა ის ფული, რომელიც შენ დახარჯე, რას მოხმარდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ანუ თუ მის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეექმნება, ხო, იმ ხალხში თურმე არის ძალიან დიდი პროტესტის პოტენციალი, როგორც აი ამ საუბრიდან გამოირკვა და იყო იქ ძალიან ესეთი ფართო დასაბუთება. შესაბამისად ეგ რისკი ჩნდება რა, ანუ რეჟიმისთვის ეგ ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ საკმაოდ ამაყი და მომთხოვნი ხალხია რა ამასობაში. მოდი ასე ვთქვათ, რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც იგივე სიმდიდრეს ფლობენ, რაც ირანს აქვს, ანუ პრაქტიკულად იგივე ეკონომიკა აქვს რა. უпростоრეთ ამათ აქვს პლუს ამას დამატებული სოფლის მეურნეობაც და ის, მაგრამ ნავთობზე სხედან და გაზზე, ხო, მეზობელი ქვეყნები ისინი გაცილებით უკეთესად ცხოვრობენ. ხო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეგ განცდა ექნებათ, რომ ჩვენ რატო გვიჭირს. ეხლა მარტო იმით, რომ სიონისტების ისა და რაღაცა, ხა ბევრია მაგაზე არ ბოლდება. იცი რა კიდე ერთი მინდოდა მე თქვა წინა ჯერზე მე ცოტა შენ გაიკვირვე კიდევაც, რომ აი როგორ იყო დემოკრატიული, უბრალოდ მე ვთქვი არჩევნებში კონკურენცია იყო მეთქი აი. ო, მაგ თემებზე ბევრი ვისაუბრეთ და ბევრ ამაში გავაკეთე. სიმართლე გითხრა არ მისმენია სამწუხაროდ, მაგრამ იცი რისი თქვა მე დავფიქრდი მე თვითონ ანუ თუ ესეთი
აიათოლები ესეთი რეჟიმი აქვთ, რა ქვია, დიქტატორული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათია, აი და ესეთ ძალიან ბევრ რაღაცას ზღუდავენ, მაშინ როგორ არის კონკურენტული დემოკრატიული არჩევნები მეტნაკლებად როგორ ტარდება თქო და მე მივხვდი ჩემთვის რა უბრალოდ მაგათ თან რაღაცნაირად ჩვენთან გამიჩნდა პარალელი როგორ რაღაცა იცი ეგენი რაღაც ეტაპზე ანუ როგორ არის სრული ძალაუფლება კი აქვს იმ აიათოლას და ყველაფერზე აქვს ვეტოს უფლება მაგრამ ბევრ რაღაცას ვეტოს არ ადებს და ბევრ რაღაცაზე უბრალოდ აქამდე ასე იყო წლებისგან ანუ რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა, როცა მისთვის არასასრულმა ან რაღაცა რომელიც არ იყო მისი ფავორიტი, რაღაც რეფორმატორად ითვლებოდა, ისეთი მოვიდა, თქვათ, გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და რატო დაუშვა, იცი, რომ არის ეგეთი რაღაცა, რომ სულ თუ ზღუდავს სულ იმაშვები, მე ეს აკუმულირდება და სადღაც იხეთქებს და ამის შეგნება და გაგება. კი, სხვათა შორის აი ბაკო ამბობდა ეგეთ რამეს, რომ ბოლოს რო ჩავედიო ირანში. აბსოლუტურად სხვა სურათი დამხვდა ვიდრე 1 წლით ადრე დაახლოებითო რა, იმიტომ რომ აშკარად ჰაერში იგრძნობოდა ის რომ რეჟიმი აი ეს წნეხი იყო შემცირებული ხალხზე რა. ალბათ მაგიტო რა ეს ორი გამოსაშვებია პერიოდი. ეხლა არ ვიცი როგორ ვითარება, მაგრამ მე ის თქმა უნდა იცი, როცა რეჟიმი პრინციპში თავს ძლიერად გძნობს, ეგ ძალიან გონივრული და სუფთა პრაგმატულად ეხა სხვა საქმეა რომ მე ზოგადად არ მოწევს ავტოკრატიული და ეს არტიდემოკრატიული რეჟიმი, მაგრამ ის თქმა მინდა რომ იმდენი შეგნება ყოფნით, რომ მათთვისაც ჯობია, აი სუფთა პრაგმატულად, რომ რაღაცეებზე დაუშვან რაღაცა დონის თავისუფლება, ხანდახან მოუშვან ხელისუფლებაში ის ვინც ოდნავ სხვანაირად ფიქრობს ან რაღაცა ისა იმისთვის რომ მოახდინონ აი ამ ორთქლის გამოშვება, რომ არ დაგროვდეს და ერთბაშად არ მოვიდეს. ჩვენთან პარალელი რაზე გაგა? ხო და ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენთან კი, ეგრეა. ეხლა ვეღარ ხვდებიან, მე მგონი ეს ჩვენები, რომ ვიცი რა, უკვე ძალიან იმასაკნეს რა, ისეთ ხუფი დაახურეს და მომასაკნეს, რომ შეიძლება ეხა გძნობენ რომ არა მაგრამ მოუჭირეთ და დედაუტირეთ, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება გამოვიდეთ, ასე ვთქვათ, სიტუაცია კონტროლში. მაგ ტემპერატურას მე მგონი არეგულირებენ კარგად ჯერჯერობით. ნუ ვიცი როგორ მე მგონია რომ მანამდე მოუშვეს ძალიან, ანუ ილუზია შეიქმნა, ცოტა თემას გადავუხვიეთ, მაგრამ მე ჩემას ვსვიტყვი, ილუზია შეიქმნა იმის რომ ყველაფერი თითქოს სწორად მიდიოდა. ამის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსის მიღება და მერე უკვე ზუსტად ამან გამოიწვია საზოგადოებაში ეს შოკი, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩაიჭრა, ჩაიკეტა, დაიხუფა და ეხლა არეგულირებენ ალბათ მაგ არ ვიცი, აკვირდებიან ჯერჯერობით რეაქციებს, მაგრამ მაგის რესურსი აქვთ რომ რაღაცები მოუშვან და შესაძლოა არ ვიცი ხა. ხო, ნახოთ შემთხვევაში არა იცი რა, მე იმის თქმა მინდა რომ აი სუფთა ხა ისე რომ ისწავლონ რაციონალურადაც რეჟიმები, რომლებიც ეგეთი რეჟიმები დიდხანს ძლევენ, რომლებიც რაღაც დონეზე სადღაც რაღაცებს უშვებენ. თუ არ მოუშვი დააგროვებ და მერე ნუ ჩაუშესკუსავით და ეგეთ კატაფილმ და ეგრე ასრულებ. ძალიან ბევრი დიდი გამოცდილება არსებობს და აქ მე მგონი მაგით ხელმძღვანელობენ პირდაპირ იღებენ რაღაცეებს ზოგს იქიდან, ზოგს აქედან და მერე ამას და ხო მთავარი განმასხვავებელი რა არის, რომ იქ ეხა ის რეჟიმი აი ამ რაღაცა ნავთობის და გაზის პრინციპში ესეთ ღმერთის ნაჩუქარ რაღაც იმაზე რესურსზე ზის და აქ ეხა ჩვენ ეგეთი არაფერი არა გვაქვს, თორე გასაგებია რომ იქ ალიევს აზერბაიჯანში იმაში აქ რაღაცა სიმყარის რაღაცა ისეთი ბალიში, რომელსაც ყოველთვის შეძლებს რომ ისა ანუ მარტო ცოცხალ ეკონომიკაზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ ის ჭაბურღილია და მოდის რა იქიდან რაღაცა, რომელიც გარანტირებულ რაღაცა. აქ ესენი მაგაზე ესეთ რამეს ვერ ემყარებიან. მოდი ძალიან გადავუხვიეთ თემას ირაკლი, მინდა რომ რუსეთს დაუბრუნდე თუ წინააღმდეგი არ იქნები, ნახე. რა ხდება ახლა რუსეთისთვის, რას ნიშნავს ეგ ყველაფერი? მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს ეგ ნუ ერთ-ერთი თავში ამ პროცესს რო ვადევნებდი თვალს პირველივე დღიდან, სულ ეგ
ეგ მოდის რა, რომ აბა ჩვენ ხომ მაინც ფოკუსირებული ვართ ჩვენი ინტერესები, უკრაინაში რა იქნება, რა გავლენას მოახდენს რუსეთზე ეს ამბავი. მოდი მითხარი, რას ფიქრობ, რა დაკარგა ყველაფრით რუსეთმა და აქვე შევეხოთ რუსეთის რიტორიკასაც რა, ანუ ეხა დაგეგმილია ვიზიტი როგორც ვიცი. ხა რაც ყველაზე ისეთი ცნობილია და ყველას ასე თქვა პირზე ადგას და რაღაცა ეს ვიცით, რომ შახედები, რომელსაც ყოველ საღამოს ესვრიან უკრაინას და გაიზარდა რაოდენობა, ერთი პერიოდი თუ 50 წელს ესროდნენ ყოველ საღამოს, მე 100 ეხა უკვე 300-400-ზე ადის და რაღაცა ეს ირანიდან მიეწოდებოდა, ეხლა დაიწყეს რუსეთში წარმოება ამისი ამ გერანის სახელით, მაგრამ და ნუ სხვადასხვა მოდიფიცირებასაც აკეთებენ და რაღაც, მაგრამ მაგისთვისაც ხო რაღაცა ნაწილები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩადის ჯერ კიდევ ირანიდან რა. ანუ 100%-იანი წარმოება არ აქვს რაღაცებს ჩრდილო კორეიდანაც იღებენ, ეხა იქიდან ხალხი ჩაყავთ რომ წარმოებაში, იმიტომ რომ ის მუშახელი არ აყავთ უმეტესობა ეგეთი ვინც მანდატს საქმდებოდა იმას ფრონტზე გააგზავნეს. ხო და რატო ვიძახი? მან და არის რა ეგ პრობლემა რეალურად ეგ თუ მაგაში მიწოდებაში, მაგ რაღაცების მიწოდებაში რაკეტებიც თაც დაინტერესებული იყვნენ, მათ შორის ირანული ბალისტიკური რაკეტებით, მაგათი მიწოდების პრობლემაც დადგება. იქ იყო ბარტერზე საუბარი ხა ამ ავიაციაში რუსებს ну, ყოველ შემთხვევაში წარმოება ამ Su-27-ების ოჯახობის, ან 20, Su-30, Su-35-ების ისე აქვს რა, საკმაოდ ასე ვთქვათ, იმ რაოდენობისას აწარმოებს, რაც თვითონ არ ჭირდება და ექსპორტზე გააქვს და იყო ის ლაპარაკი, რომ უბრალოდ ბარტერში გაუცვლიდნენ აი ბალისტიკურ რაკეტებში Su-35-ებს და რაღაც, მაგრამ ეხლა ეგეთი რაღაცა პროექტები უკვე ვეღარ გამოვა, ეს მისთვის რუსეთისთვისაც სერიოზული დანაკარგი იქნება, ამ შახედების და დეტალების ჩანაცვლებაც გაუჭირდება. სხვა მხრივ ეხა რა თანამშრომლობა აქვთ მაგათ? ну, ნავთობი კასპიიდან შედიოდა იმაში, რა ქვია, და ამათ უკვე აწყობილი სქემა ჰქონდათ ამ კონტრაბანდის თავიანთი ნავთობის, ხო, იმიტომ რომ ირანისგან გადაიღეს shadow float-ის სისტემა მაგათ. და დასვეს უბრალოდ, არა, პირდაპირ შექონდათ იქა და იქიდან რაღაცა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ სანქცირებული რუსული ნავთობისა ირანის გავლით გადიოდა და ეგეც, ну, ეგ ვარიანტიც ჩაეშლებათ. ну, სხვა რავი ხა ეგ მგონია რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება, მით უმეტეს ხა ამჟამინდელი ხო, ხონთ როგორი რაღაცა, იცი ხა თუ ეს 40 სრუტის ჩაკეტვა და იქ ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყო და დაუშვათ თუნდაც 2 თვე გაგრძელდა და ეს არ ამუშავდა, იქ ფასები იმ ხელაზეა ვარდება, რომ რუსები სხვასაც მიყიდიან, მათ შორის ისეთ ქვეყნებს რა თქმა უნდა შუამავლებით, რა თქმა უნდა იმას რუსული ნავთობი არ ერქმევა, მაგრამ რაღაცნაირად ვიღაცაზე იმას იზამენ, შეუცვლიან ასე ვთქვათ წარმოშობის სერტიფიკატს და რაღაცნაირად მოახერხებენ ისე რომ გაყიდონ და ეს საერთაშორისო ბაზარზე გაუყიდავი არ დარჩება და კარგად მაგაზე იშოვნიან ფულს სამწუხაროდ ამოისუნთქებენ არის მაგისი რისკი და საფრთხე. ხო ახლა სხვას ისეც ვერაფერს ვერ ხედავ, მოკლევადიან პერსპექტივაზე არის აქ ყველაფერზე ლაპარაკი. საშუალო და გრძელვადიანში ნუ მოკავშირეს კარგავს რა და ეს მინდოდა მეკითხა მანდვარ სირია ახლა ირანი აი ამ მოკლე პერიოდში არ დაგვავიწყდეს ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის თემა ხო ანუ რეგიონში აი ამ უკუსვა ნელ-ნელა მათი ინტერესების რუსების ინტერესების შემცირება, შევიწროება, რა ვიცი როგორ დავარქვათ, აი ეგ რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი არის. იცი არის ხა მე როგორ გითხრა ამ სფეროს ესეთი რომ გითხრა რომ რაღაცა ექსპერტი და სპეციალისტი ვარ, არა ვარ, მაგრამ სუფთა ინტუიციურ დონეზე ხვდები რომ და ეგრე უნდა ყველანაირი ლოგიკით თუ კი ირანი დასუსტება, უნდა გაძლიერდეს შესაბამისად თურქეთი, სავარაუდოდ გაძლიერდება. ну საუდის არაბეთი ну მაინც უფრო სხვანაირი ტიპის სახელმწიფოა თურქეთი უფრო არის როგორ გითხრა კომპლექსურად ისეთი სახელმწიფო რომელსაც აი მაგალითად შეერაღებული ძალებიც რო ისეთი ყავს და თანაც ამბიციები აქვს აი რეგიონალური რუსები როგორც ეძახიან ძირჟავის ანუ რაღაცა ისეთი პატარა რაღაცა იმპერიაც არ ქვია ну გავლენის რაღაცა სფეროების გაფართოებისკენ აქვს ისა ხო ინტერესი
და სერიოზულად გაძლიერდება, იმიტომ რომ მისი ესეთი, რა ქვია, რაღაცნაირი კონკურენტი და ისა რეგიონში ისტორიული კონკურენტი თან რო დასუსტება უკიდურესად, ეს გინდა არ გინდა მას გააძლიერებს. თან ახლა თურქეთი ბევრი თვალსაზრისით ძლიერდება და რეგიონში რაღაცნაირად შეიძენს გაცილებით აზერბაიჯანთან ერთად. აზერბაიჯანის იმას მეტ წონასაც გამოიწვევს, ხო? იმიტომ რომ იქ მე 17-18 მილიონი ცხოვრობს. მართალია მათ აქვთ ირანული იდენტობა, მაგრამ ეხა სირიული სცენარით თუ დაიწყოს ამოქალაქო ომი, ეხა შეიძლება 1 წელი, 2 წელი შეინარჩუნონ ამათმა ირანული იდენტობა, როგორც ბევრი მეუბნება, რომ არა, ანუ სეპარატიზმის წარმოშობის შანსი არ არისო, მაგრამ ეხა სირიაში რამდენი 9-10 წელი მიდიოდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები თუ მეტი, ხო თუ მოკლედ 11-დან ხო, და პრაქტიკულად რაღაც მომენტში 2024 დეკემბრამდე ახლა განახლდა და დასრულდა, ხო? რაზე ვიძახი, იცი? მაგდენ ხანს თუ გაგრძელდა და ისეთი მსხვერპლით იყო, კაცმა არ იცის მერე საით გაიხედავს, იმიტომ რომ ადამიანს აქვს რაღაცა მისწრაფება უკეთესი იმისკენ და გაახსენდება, რომ აი მე ჩემი წინაპრები არაფერი არ მგონია რაღაცნაირად არ მგონია რომ ეს რაღაცა სცენარით არ ვიცი. იცი როგორ რაღაცა აქვს ხო ეხა ძალიან მე ხა გუშინ რომ ასე თქვა ბჭყალებში ვიწინასწარმეტყველი ეგ დამბობა იქ ისიც თქვენი რომ მეთქი ერთი ფორდოს ნახდა დაარტყამენ თან რამოდენიმე ბომბს ჩაყრიან ეხა არ ვიცი 6 თუ რამდენს ჩაყრიდნენ ზუსტად ბოლოს აღმოჩნდა რომ 12 ჩააგდეს 14 მე მგონი 12 და 14 ჩააგდეს სულ იმიტომ რომ 2 ჩააგდეს ნათანსში ხო და მეორე წერტილსაც დაარტყამენ ხო და მე ნათანსზე კი არ ვფიქრობდი მე ვფიქრობდი რომ თუ ბუნკერში იმალება ხამენეიზე დაფიქრობდი ხო ხო მახსოვს შენი პოსტი ხო და ანუ როგორ რაღაცა იცი არ გამოურიცხავ რა აი ხო გეუბნები ხა ომი მიდის ყოველდღე რაღაცას ბომბავენ, კაცმა არ იცის შეიძლება რაღაც ეგეთი მოხდეს და ამან თლიანად შეცვალოს იქ ვითარება და თუ ეგეთი რაღაცა მოხდა, მე როგორ დაждდება, ანუ თული სათქმელია. აი რუსეთთან დავბრუნდეთ ისე მანდ დამრჩა რაღაცეები, რაც მაინტერესებს. აი რუსეთ-უკრაინის ომზე ეს ნავთობის ამბავი გავიგე იმ შემთხვევაში თუ იქ აფეთქდა სრუტეში სიტუაცია და გაწვირდა ნავთობი და ისარგებლა რუსეთმა გავიგე და შაჰიდებიც გავიგე პრინციპში უფრო აი საშუალო ვადიან პერსპექტივაში თუნდაც რამდენად ვთქვათ მნიშვნელოვანი გავლენა თუნდაც იგივე აი ხო მისი მოკავშირე განადგურდა ფაქტობრივად პოლიტიკური რეჟიმი ხო ასე გამოდის ისე რა არის ხა ის დამოუკიდებლად ძალიან დიდი თემაა უკრაინის თემა რა მაგალითად 2 დღეა პუტინიც და მედვედევიც რაღაც ლაპარაკობენ რაღაცა ბინძურ ბომბზე რომელსაც თუ გამოიყენებს უკრაინაი არაფრიდან მოწმენდაცაზე რაღაცა უცებ გაახსენდათ მე ხის გავარდნასავით არის მოწმენდაცაზე გაახსენდათ ბინძური ბომბი რა შუაშია ვინ თქვა ისე მაგას ვერ მივხვდი საიდან მოიტანეს ეს საიდან მოიტანეს რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება მექნება რომ რაღაცა თვითონ წინასწარვე რაღაცა ქნიან რაღაცა ნარატივს რაღაც იმის რაღაცა პროვოკაციულ რაღაცა ფონს რომ აი დააბრალონ ისე თორე აი ანუ საიდან მოიტანეს თეორიების მასტერები არიან ჩაოლებრივი ხა ნუ არ ვიცი ხო მაგრამ რატო ვიძახი იცი რომ იცი იყო ამ ირანის ფონზე ხო ეხა ირანში თუ მაგალითად იყო ესეთი ის რომ აი თუ არ მიწვდება იქ ფორდოს იმას და თუ ვერ ჩააღწევს ეს ბომბი მე ბირთვული შეიძლება გამოიყენოთ სხვა შორის გამოდიოდა ანონიმური იმისგან მათ შორის თეთრი სახლიდან რომ ესეთი რაღაცა განიხილება ყოველ შემთხვევაში მაგიდაზე დევს მართალია ამას არ აქვს დიდი შანსი რომ რეალიზაციისთვის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში განიხილება და ეს ვერსიაც და ხო და ასე ვიძახი ნუ მაგან ჩაიარა წარმატებით ეგ ის აღარ დგას საკითხზე მაგრამ პრინციპში ხო ეხა იქ რო რაღაცა ისეთი იაღლეში მოხდეს აი არ ვიცი რაღაცა ეკოლოგიური კატასტროფა ძალიან მსხვილი ან რაღაცა ისეთი დარტყმა რომელიც გამოიწვევს ძალიან დიდ მსხვერპლს ან რაღაცა იგივე ირანს რო ის რამოდენიმე დღით ადრე რო კლიპი გააუცილეს რო რაღაცა ბირთვულ ბომბს რო ეფერებოდა თუ გახსოვს ეს დადეს ოფიციალური იმაზე ეს ხო რაზე იყო მინიშნება რომ რაღაცა გვაქვს ხო ახლა მაგათ იმდენი გამდიდრებული ურანი ქონდათ რომ ნუ საკმარისი იყო რამოდენიმე ბომბის შესაქმნელად იცი როგორ რაღაცა აი ბირთვული იარაღი ისეთი რაღაცაა რომ პრინციპში
თუ ეს გამდიდრებული ურანის საკმარისი გაქვს, ძალიან ბევრიც არა საჭირო თვითონ მუშა რაც მუშაობს აი ეს მასალა არ არის ბევრი, მაგრამ საჭირო, მაგრამ თვითონ ის მოწყობილობა ასაფეთქებელი, რომელიც იწვევს მე ამ ატომების გახლეჩვას და ბირთვულ რეაქციას ჯაჭვს, ამას როგორ გითხრათ, თავიდან არის ხოლმე ძალიან დიდი მოცულობაში, ანუ პატარა არ გამოსდის და მე მთელი მეცნიერების აი ამის გამოცდების და აი კვლევების ის არის, რომ რაღაცნაირად კომპაქტური გახადონ, რომ ჩაეტიოს ამ ბომბში, ავიაციაში ან რაკეტის ქობინში, ანუ პირველი აფეთქება რო ხდება, ხო, როგორც წესი ეს არის, ну, მაგალითად ამ ოთახზე დიდი რა. თუმცა იქ თვითონ ურანის წილი კი პატარა, მაგრამ თვითონ ეს მოწყობილობა, რომელიც ამას იწვევს, დიდი არის, იმიტომ რომ იქ აი ამ კრიტიკული მასის მიღწევისთვის და რაღაცისთვის საჭირო არის, იმდენი გათვლები, რომ არ გამოსდით რა თავიდან ესეთი პატარა რა, მერე ნელა-ნელა კომპაქტურად ხდიან, ყველამ გაიარა ეს აი ბირთვულმა სახელმწიფოებმა, ვისაც იარაღი აქვს ბირთვული და რაზე ვიძახი ამას ახლა რომ ირანს პრინციპში ხო თუ ეს საკმარისი ქონდა და მით უმეტეს იქიდან თუ გაიტანა ხო რაღაცა შეიძლება მოწყობილობა გააკეთოს აი არ ვიცი მაერსკის კონტეინერი რო არის იმხელა რაღაცა ბირთვული ის გააკეთოს და სადღაც ააფეთქოს მაგალითად ორმუზის სრუტეში ან მე ეს რაღაცა შეიტანოს აი როგორც უკრაინა მოახერხა და იქ დრონები მითი რა ქვია მამდე მიიტანა სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზასთან ახლოს მითი რა ქვია დასაშლელი სახის რაღაცა სახით კონტეინერებს დიდით ეგეთი რაღაცა შეუძლიათ ანუ ტერაქტის მოწყობა სადღაც მიტანა და აფეთქება და ეგეთ დონეზე შეიძლება შეეძლოთ ანუ მე არ ვიძახი რომ ამას აუცილებლად ან შეძლებენ ან გააკეთებენ მაგრამ თეორიულად დაშვება ეგეთი შეიძლება ანუ ისეთი ნამდვილად არ ექნებათ ეხა რომ დაუშვათ აი იგივე ყველაზე მძიმე თავიანთ ბალისტიკურ რაკეტაში, რომელსაც 2000 კილოგრამიანი ქობინი აქვს, იმაში ჩატიონ და ისროლონ. ეგეთი არა, მაგრამ რაღაცა ისეთი მანქანაზე დადონ და სადღაც ჩუმად შეიტანონ და რაღაცა თუ გამოუათეს შეპარება, ეგეთი რაღაცა თეორიულად შეიძლება და რაზე ვიძახი, ეგეთი რაღაცა თუ მოხდა რეგიონში და ერთი აფეთქება მოხდა, მე შეიძლება ანუ ამან გამოიწვიოს რა, რომ ეკოები მიცეს სხვადასხვა იმაში რომ გააქტიურდნენ ვიღაცეებმა მათ შორის ეხლა სულ არის რაც უკრაინაში ომი დაიწყო 2022 წელს მას მერე პერიოდულად ისმის აი ამ საფრთხეზე მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას ლაპარაკობს რომ ეს რეალური საფრთხეა ბაიდენის შიშებს ვაბრალებდით და მისი ამ მრჩეველი სალივანის მაგრამ ნუ სერიოზული ხალხი ამბობს რომ მოკლედ გამორიცხვა ამისი რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს არ შეიძლება მით უმეტეს თუ სადღაც სხვაგან მსოფლიოში ამისი რაღაცა პრეცედენტი დაფიქსირდა გესმის ეს ხო ამ ჰიროსიმას და ნაგასაკის მერე ხო აღარსად აღარ განმეორებულა და რაღაცნაირად ჩაითვალა რომ ეს თემა ტაბუდადებულია და ეგ არის იარაღი რომელიც მხოლოდ უნდა კონდეს და არასდროს არ უნდა გამოიყენო მხოლოდ შეკავების ფაქტორისთვის კიდე მაგრამ თუ სადღაც რაღაცა მოხდა მე შეიძლება ეს პრეცედენტად იქნა საქმული და გამოიყენონ და ამაზე რეაქცია მე ვის როგორი ექნება ძალიან ამაზე დიდი ისინი მიდიოდა მსჯელობა კამათი რაღაცა ცნებით ჩაატარეს როგორ იმას აქვთ და ვერ მივიდნენ საბოლოოდ იმამდე რა პასუხი ჯობია იმიტომ რომ არის დიდი შიში ესკალაციის და ამ სპირალში მაღლა ასვლის სადაც ნუ მერე კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნა დადგება ეჭქვეშ ამიტომ ეს ძალიან სახიფათო თემაა მართლა და არის ახლა მე ძალიან ცუდად მენიშნა რა ხო გეუბნები ხა ეს არის ხელისუფლება პუტინი არის ადამიანი რომელიც მოვიდა საკუთარი ხალხის საკუთარი რუსების ეთნიკური რუსების იქ ვოლგოდონსკში და მოსკოვში და კაშირსკაის შასეზე საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქა იმისთვის რომ ერთგვარი კაზუსბელი ქონოდა ჩეჩნეთში მეორე ომის წამოსაწყებად რა ტერაქტები დააბრალა ჩეჩნებს და ეს ცნობილი ფაქტია ხო მე ეს ამაზე რო წიგნი დაწერა იმ ადამიანმა მოწამლეს და ნუ ამით ფაქტიურად დაადასტურეს რომ ეს იყო რეალური ისტორია. ხო და რაზე ვიძახი, ეგეთ ხალხთან როცა გაქვს საქმე, რომელიც არ იხევს იმისგან თავის ხალხის ამოხოცოს და ტერაქტი მოაწყოს მასობრივი
ხოცვაჟლეტით, ეხა აი ესეთ ვითარებაში ეგეთი რაღაცებზე ლაპარაკი და მინიშნება უკვე სახიფათოა. თან ერთი დეტალია მან კიდე ხარ რო გისმენ თან ეს გამახსენდა ამომიტევდა რომ ამ ბოლო პერიოდში დღესაც მათ შორის მუდმივად აქცენტი არის საერთაშორისო შეთანხმებების დაკნინებაზე და რომ ეს სისტემა არ მუშაობს და რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და ნუ ეხლა ეს ბრალდებები ხომ მოდის რომ აი თქვენ ეს შეთანხმება და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და ბირთვული გავრცელებლობის შეთანხმებაზე გველაპარაკებიან ირანი და რუსეთი ხო ანუ სასაცილო იყო იგივე ლავროვის განცხადება დღეს ხო ანუ არ ვიცი მე მგონი მიყვება მაგ ანუ თუ შენ აკნინებ რაღაცა სოფლიო რომ შეთანხმდა ისეთ შეთანხმებებს და მიანიშნებ რომ მე ამ თამაში აღარ ვარ მე უკვე მარტივი ხდება რაღაცების გამართლება რა ნუ თქვა თუ ცუდად მოიქცევი შემდეგ უკვე რომ აი მე ხომ ვამბობდი და მე არ მაინტერესებს ახლა ჩვენ ძალიან არ მინდა გავცდეთ ამ ჩვენი პოდკასტის თემას თუ რახან ირანზე მინდა რომ ვიტრიალოთ ამის გარშემო თორე ისე ხა უკრაინაში ამ წუთას რაც ხდება ნუ ზაფხულის დიდი შეტევა იგეგმებოდა რუსების მხრიდან რომლის დროსაც ის მნიშვნელოვნად გაიმჯობესებდა ასე თქვა ტერიტორიულ მონაპოვრებს გაზდიდა და ამგვარად შემოდგომაზე რაღაცა ახალი კოზირებით როგორც ტრამპს უყვარს თქმა დაждდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან და დაითანხმებდნენ უფრო მეტ დათმობებზე აქედან გამომდინარე ზელენსკის მაგრამ ნუ აი საიდანაც არ შეუტია ყველგან ახლა მაგალითად სუმის მიმართულებით კონჩეტევებს ახორციელებენ უკრაინელები ანუ გაიჭედა მანდაც რა ხო და რაღაცა შეიძლება ახლა ახალი ალტერნატიული რაღაცა გამოსავლის ძიება დაიწყო რომ რაღაცა ახლა არ გამოურიცხავ რომ უნდა პროვოკაცია ყურეში, სპარსეთის ყურეს გულისხმობ იმისთვის რომ მერე რაღაცა პრეცედენტი მოიშველიოს და რაღაცა ქნას უკრაინაში და იქაც აი ეს თავის ეს რომელიც გაუპრობლემდა თავიდან ეგონა რომ გავიდოდა იოლად ასე თქვა ლვოვამდე და რო არ გამოვიდა, ნუ ახლა შეიძლება აი ეს აი ამ გამოსავალს ეძებდეს და ამ ხრივ შეიძლება ირანში რაღაც შესაძლებლობას ხედავდეს. არ ვიცი. ანუ იმის თქმა მინდა რომ გუშინდელი ეს დარტყმა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან ისეთი კარგად დაგეგმილი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო რომ წინარე აი ეს რამოდენიმე თითქმის ერთკვირიანი, თითქმის კი არა ერთკვირიანი ისრაელის დარტყმები იყო, ნუ პრინციპში შავი სამუშაო შესრულება და გაუმზადეს რა რო იტყვიან ამ დარტყმისთვის მაქსიმალურად გაუიოლეს პირობები, ჩაუხშეს თელი ხოსოთ და რაღაცა, თუმცა გუშინაც იყო დამატებით კიდე მიღებული ზომები, რომ იქ ვერ მომხდარიყო, თქვათ, საჰაერო თავდაცვის გამოყენება, რაღაც თვითმფრინავები ვერ აეფრინათ ირანელებს და მოკლედ ძალიან ისე დაგეგმილი იყო, არ იყო სკრუპულოზურად ისე დაგეგმილი იყო, რომ მაქსიმალურად რისკებისგან დაეზღვიათ ის ბიორები მათ შორის F-22-ები მიყვებოდნენ F-35-ები და ასე შემდეგ და დარტყმები რომელიც განახორციელა იმან მარტოს ვირტუალ ობიექტებზე კი არ იყო წყალქვეშა ნავიდან ამ იმებით დამახაკავებით არა მე სავარაუდო აი ამ საზენიტო სისტემების განლაგების ადგილებზე და მოკლედ ისე გააკეთეს რომ ეს ურისკო დამთავრებულიყო მაგრამ რისი თქმა მინდა ამან კარგად კი ჩაიარა მაგრამ წინ კიდევ არის საკმაოდ ისეთი ფაზა როდესაც შეიძლება ბევრი რაღაცა სარისკო მოხდეს. ანუ ეხა არის სიფრთხილე ყოველ შემთხვევაში საჭირო. ერთი შეხედვით ძალიან ანუ თითქმის ირანი თითქოს აი დავამარცხეთ და უკვე გამარჯვებას ზეიმობთ ბჭყალებში ეს აი ვინც ამ ბოროტების ღერძის წინაამდე რაღაცა ისეთი გულშემატკივარი ხალხი ვართ, მაგრამ რისკები კვლავ არის რა საერთოდ როცა ამხელა დონის და ამხელა მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები მიდის რისკები ყოველთვის არის და აი ეს ვარიანტებიც შეება ანუ მარტო ის არა რომ რაღაცა იქ პატარა მსხვერპლი იქნება შეიძლება თვითმფრინავი ჩამოაგდონ ან რაკეტა გაიპარება და დაეცემა იქ რაღაც რომელიმე ისრაელის ქალაქში არამედ უფრო ისეთ გლობალურ და სერიოზულ რისკებზე ვამბობ აი გამოჩნდება რა ეხლა როგორც წინაკვირის მერე ბევრ რაღაც კითხვაზე რომელზეც არ იყო პასუხი გაეცა უკვე ეხლა ახალი კითხვები გაჩნდა ახალი პერსპექტივები გაიხსნა ახლა სხვანაირად ჩანს ცოტა ვითარება ოდნავ ბევრად არა
და ვნახოთ. ხო, ჯერ პრინციპში სულ რამდენიმე საათს ვითვლით, მას შემდეგ რაც ეს ოპერაცია განხორციელდა. ანუ ჩემი ამოცანა ეგ იყო, რომ მაყურებელს ჩემ გამომწერებს ვისაც აინტერესებთ, ეხლა როგორც ტრამპი ამბობდა უწევან თქვი, ეხლა როგორ დაალაგდა ეს კარტები, აი ამის პირველადი რაღაცნაირად შეფასება მოგვეხდინა და ვის რა მდგომარეობა უდგას აი ამის ჩვენება. მოკლედ არ ვიცი, მე მგონი საათს გადავაჭარბეთ ირაკლი, მოგცემ საშუალებას რომ თუ რამე გახსენდება ისეთი რაც აუცილებლად გინდოდა აღეღნიშნა და ამატო, უბრალოდ ხო მე დავამატებ იმას რომ ახლა ყველაზე მეტად მე მაინტერესებს პოლიტიკური ნაწილი, შიგნით რა მოხდება ირანში. იქ ალტერნატივებზე მუდმივად არის საუბარი, ალტერნატივაზე პრინციპში ერთი ძირითადად იკვეთება რეზა ფეხლევი, პრინცი რომელიც გააძევეს, დღესაც გამოჩნდა ეს განცხადებით, ვიცით რომ ამერიკელ კონგრესმენებსაც ჰქონდათ შეხვედრები, რაღაცა ესეთი ჩანს რომ ის გარეთ და სხვა მხარეებიც, ისრაელიც არის, ისრაელის ინტერესიც იკვეთება და მათი აქტიურობა, ისინი ხელს უწყობენ ამ ყველაფერს, შტატებშიც ამას ხელს უწყობენ, თავადაც აქტიურობს, როგორც წინა ეპიზოდში გქონდა საუბარი სხვა სტუმართან, საკმაოდ კარგი პრომოუშენიც აქვს და ხელშეწყობა ამ მხრივ, თუმცა არც ისე ბევრი საქმიანი საგმირონი ჩაუდენიაო. ასეთ დასკვნამდე მივედით, ნახოთ ანუ ეს ცხადია რომ სამხედრო მოქმედებების პარალელურად ვერ მოხდება იქ რაღაცა პოლიტიკური ძვრები. ჩემთვის მოკლედ რო ვთქვა, ცხადია თავარი ამბავი არის ის რომ როგორ წავა, ვთქვათ, სამხედრო მოქმედებები და რა რისკები ჩნდება, არანაკლებ საინტერესო არის აი ეგ შიდა პოლიტიკური განვითარება და მაგას ძალიან ველოდები. რა მოხდება და ეს რა შეიცვლება თავად ირანელებისთვისაც რა მე აქ მინდა რომ აღვნიშნო ხან ზოგს გონია რომ რაღაცა ესე რადიკალურად განწყობილები შეიძლება ვიყოთ ვიღაცის მიმართ და ვინმეს მტერი ვიყოთ არა მე არ ვარ ეგრე მოწოდებული რომ რაღაცა ვინმეს ვერ ჩოდე პირიქით ან მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ირანელი ხალხისთვის არის პირველ რიგში ეს ყველაფერი ალბათ სამომავლოდ სასარგებლო იმ ნაწილისთვის ვინც განიცდიდა რეჟიმისგან ჩაგვრას და ვინც დაზარალდა რეალურად აი ამ 10 წლეულების განმავლობაში ვითომ მათთვის სასარგებლო მიზნების მიღწევის ალიბით ასე ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე ძალიან გულშემატკივრობ ირანის მოსახლეობას განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც დაიჩაგრა და ვისაც უნდა რომ ნორმალურ პირობებში იცხოვროს და არ იყოს გაქცეული ქვეყნიდან დაბრუნდეს თავის სამშობლოში იყოს და რატომაც არა ნორმალურ სახელმწიფოდ რომ ჩამოყალიბდეს ირანი და რაღაც ცივილური და არააგრესიული მმართველობა იყოს ეს ყველას აწყობს და ჩვენს გვაწყობს არც ის არ გვინდა ბევრი წერს ხოლმე რომ აი ეხლა მოგვაწყდება ეგ ხაზი წამოვიდა სხვათა შორის აბა ეხლა ნაკადი იქნება ხალხის და ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ და არ გვინდა არანაირი არც ჩვენი დევნილობა არ გვინდა არც ირანელის დევნილობა არ გვინდა პირიქით ხო გვინდა რომ დასტაბილურდეს სიტუაცია ერთ სიტყვით და ამ დასტაბილურებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ პოლიტიკურ პროცესს ხო და ამიტომ ძალიან მაინტერესებს ერთ სიტყვით რა მოხდება ძალიან გამეწელა მე მგონი ირაკლი დაამატე თუ რამის დამატება გსურს და დავასრულებაზე ვიტყვი ანუ როგორი უყურებ ანუ ეს ისტორიული მისის რო აი რახან ისტორიულად ჩვენი მტერი იყო ამის გამო ნამდვილად არა მაქვს ეს რაღაც ნეგატიური დამოკიდებულება პირიქით ჩვენ თქმის არ იყოს მინდა რომ იქ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს იმ მხრივ რომ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს თუ გამოვა ხოლო თუ იცი რა არის უნდა იყოს აი რა ქვია ეგრეთ წოდებული ბოროტების ასე ვთქვათ სპონსორი ხო აი ამ ქვეყნების რიგში ხო ეს ჩინეთი სამხრეთ კორეა რა ქვია ჩრდილო კორეა და რუსეთი და ისა მაგაში თუ უნდა იყოს ჯაჭვში მაშინ მაქსიმალურად დასუსტებული მინდა რომ იყოს არც მაგას უარყოფ ხო და რაც შეეხება დევნილებს ახლა ეგ ჩვენი უსაფრთხოების შიდა უსაფრთხოების და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის თემა არის იმიტომ რომ არანაირი დევნილი არ არის ისა რა ქვია ახლა ყოველ შემთხვევაში მით უმეტეს ჩვენი ქართველები ფერეიდნელები თუ წამოვლენ არანაირი ის არის თუ აქ დავხვდებით
ორგანიზებულად, წესიერად შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებით და ასე შემდეგ, რა ვიცი, ხა პირიქით რაღაცნაირად ჩვენი ვალიც არის, რომ ეგ ხალხი მთელი ნორმალური ქვეყანა მათი ინტერესების დასაცავად და რაღაცა ძალიან პროაქტიურად უნდა მოქმედებდეს და არა მარტო ის რომ აქ რომ მოვა იმას წყვეტდეს შემოუშვას თუ არ შემოუშვას, ხა რა ვიცი. ფიქრობ რომ მაგ ძალიან ცუდად ვიქცევით, მაგრამ ნუ სუსტი ქვეყანა ვართ და რა ვიცი ჯერ საერთოდ ეხა უკვე იმ ფაზაში ვართ რომ რაღაცნაირად არ შემდგარი ქვეყნების იმაში ეგრეთ წოდებულ failed state-ებში გავდივართ უკვე ისევ რა. ხო და არ ვიცი მაგაზე რა ვთქვა და რა უნდა ვილაპარაკო ხან ბევრი არ ვიცი, მაგრამ უკმაყოფილო ვარ ჩვენი იმითი და ხო, დევნილები არის სახიფათო ბირთვული მისი, იცი რა ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, რომ რადიაციის გავრცელების საფრთხე თუ არის, არ არის. ყოველ შემთხვევაში ნუ ესეთი ძალიან, ნუ ეხაც უკვე ამ დაბომბვის მერე საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, არის იქ რაღაც ობიექტები, რომელთა დაბომბვა შეიძლება გამოიწვიოს ლოკალურად იქ სერიოზული რეგიონალური დაბინძურება და პრობლემები, მაგრამ აქეთ ახლა იმ ხელა საფრთხე ნამდვილად არ არის და ხო, ნუ ამ ყოველ შემთხვევაში ამ ოპერაციამ ეგ დავაზუსტოთ, ამ ოპერაციამ არანაირი კვალი არ დატოვა, ხო, ასე ვთქვათ, არ იყო იქ გავრცელებული არანაირი ინფორმაცია, რომ სიმართლე გითხრა, აი იმ ბირთვული ელექტროსადგური რო არ ბუშერი თქო, ადრეცავთ რუსები სადაც არიან, იმას თუ დაარტყეს, იქ უფრო მეტი შანსი არის რა, 27 ტონა არის თუ არ ვთქვი რადიოაქტიური მასალების, რომელიც შეიძლება გაიფანტოს თუ იქ მოხდა იმის დაანგრევა სარკოფაგის და რაღაც, მაგრამ რეაქტორის უბრალოდ, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა იქ მაგას არ დაარტყამენ სავარაუდოდ და ისე არ დაარტყამენ ყოველ შემთხვევაში რომ გაჟონოს. ყველა დაინტერესებული არის რომ იქ ეკოლოგიური კატასტროფა არ მოხდეს და თუ რაღაცა, ხო. ხო, ნუ მოკლედ მაგის რისკები როგორც თქვა არ არის, ამ ეტაპზე არ იკვეთება ყოველ შემთხვევაში და თუ ვინმე შეეცდება რომ მაგაზე კამპანიები ააგოროს და ამის მცდელობებს ხედავ, ორი მიმართულებით არის ეგ კამპანიის აგორების მცდელობა, ერთი ეს ბირთვული საკითხი და მეორე აი ხა დევნილები მოგვაწყდებიან. კიდე ერთი ხა ჩვენ საერთოდ უნდა გვადარდებდეს თუ არა ეგენი ბირთვულს თუ ბირთვული ისა მარტო ისრაელისთვის არ არის სახიფათო და რაკეტებით ეხაც გვწვდებიან. მაგრამ ეხა სავარაუდოდ ჩვენ არანაირად არ მოვიაზრებით მაგაც ამიზნე, მაგრამ აი დაუშვათ და ჩვენ არ შეგვეცვალა, ასე ვთქვათ, საგარე ორიენტაცია და აი ძალიან ისეთი მკვეთრად პროდასავლური სახელმწიფო ვიყოთ, რაღაცა ნატოს წევრები, აქ იყოს ისრაელის გადამკვდარი პარტნიორები მაგალითად. ნუ ისაც თავი გავანებოთ, ამერიკის ბაზა კონდეს აქ რაღაცა ვაზიანში და იმაში რა ქვია, მარნეულში და რაღაცა. მაშინ ხო ვიქნებოდით სამიზნე. კი. ანუ რისკია რა. პოტენციურად. ხო, პოტენციურად რისკია. და რავი კიდე 1000 რაღაცა შეიძლება ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა სულ მორალურ საკითხზე რომ მივიდეთ და ადამიან ჰუმანიტარულ ამბებზე რომ მივიდეთ, ხალხო, რა ვიცი ხა, ირანის რეჟიმის დახმარებით რამდენი ადამიანი იტანჯებოდა არა მხოლოდ ირანში, ხო? ამ სირია ეყოფა მარტო, რა ვიცი, ალბათ 24 საათში ვერ მოყვებით, ეხლა მარტო ტოპიკებით რო გავიაროთ, რამდენი იტანჯვა გაიარა იმ ხალხმა სწორედ ასეთი რეჟიმის ხელშეწყობით ტერორიზმი და ბევრი რამე რა. დაწყებული იმით. ხო, ნუ ერთ სიტყვით ხო, რომ შევაჯამოთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კარგი გვინდა, ნორმალური სამეზობლო გვინდა, რეგიონში სიმშვიდე გვინდა, ის გვინდა რომ რუსეთი არ ძლიერდებოდეს ირანის გავლით და ჩვენი ინტერესები პირდაპირ ეკვეთება აი ამ ყველაფერს მთლიანობაში, მთლიან სურათში თუ შევხედავთ რა. აქედან გამომდინარე, ხო, არ არის გასაკვირი ის რომ ინტერესი დიდია, არ არის გასაკვირი ის რომ ღამეებს ვათენებთ ამ ყველაფრის ყურებაში, ეს უბრალოდ რაღაც სხვა პლანეტაზე არ ხდება, ჩვენთან ახლოს არის და ჩვენ ძალიან გვეხება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. შემდეგ ეპიზოდებს დაელოდეთ. კიდევ, რა ვიცი, ირაკლი შენთვის ყოველთვის თავისუფალია ჩვენი სივრცე და მე ჭვერ მეპარება რომ მომავალში შევხვდებით ახლო მომავალში. და დაელოდეთ სხვა თემებისა და სხვა ეპიზოდების ვიდეოებს.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, დაალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და დაგვიფიქსირეთ თქვენი აზრი. დაგვეხმარეთ აუდიტორიის ზრდაში. მადლობა ჩვენ გამომწერებს 5000 გადავაბიჯე და ძალიან მიხარია. მოკლედ დროში არ არისო ცუდი შედეგი როგორც მეუბნებიან მეგობრები YouTube-ზე. თურმე ჩვენ ბაზარზე ყოველ შემთხვევაში და ეს მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. აქვე დავტოვებ მონაცემებს თუ გექნებათ ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გაგვაძლიერეთ და რა ვიცი იქნებ ოდესმე სპონსორებიც გამოგვიჩნდნენ ძალიან გაგვიხარდება.